ვაშლი ზოგადად ჯანსაღი პროდუქტია, აქ ორი აზრი არ არსებობს და ზოგადად ის ჯანმრთელობის სიმბოლოსაც კი მოიაზრება ხოლმე. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მის კურკებს, აქ ყველაფერი შეიძლება სახიფათო გახდეს. ვაშლის ის პატარა კურკები შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ამიგდალინი ჰქვია და ჩვენს ორგანიზმში ის გარდაიქმნება მომწამლავ ციანიდად. ციანიდების შესახებ ალბათ უმრავლეს თქვენგანს ყური მაინც ექნება მოკრული, რამდენად ტოქსიკური და მომწამლელი ნივთიერებებია ისინი. მაგრამ როგორ მოქმედებენ კონკრეტულად ციანიდები ჩვენს ორგანიზმში, ამას ეხლა აგიხსნი. ციანიდი ბლოკავს ორგანიზმში კონკრეტულ პროცესს, რომელსაც უჯრედული სუნთქვა ჰქვია და შესაბამისად იწვევს უჯრედულ დონეზე ადამიანის გაგუდვას. ანუ ადამიანი შეიძლება სუნთქავდეს, გარემოდან იღებდეს ჟანგბადს ფილტვების დახმარებით, ეს ჟანგბადი სისხლშიც ტრანსპორტირდებოდეს, თუმცა უშუალოდ სამიზნე ადგილას, ანუ უჯრედებში ვერ ხდებოდეს ამ ჟანგბადის გამოყენება. აი სწორედ ამას იწვევს ციანიდი, ანუ უჯრედულ დონეზე სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ნორმალური რაოდენობის ჟანგბადია წარმოდგენილი. თუმცა ამ ვიდეომ რომ პანიკა არ გამოიწვიოს, აქვე გეტყვით, რომ მთლიანად გადაყლაპული ვაშლის კურკები ძირითად შემთხვევაში ვერ მოინელება და ისევე ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს. აქ არის ლაპარაკი კურკაზე, რომლის მთლიანობას დაირღვევა და შესაბამისად ორგანიზმს მიუწვდება უკვე მის შიგთავსზე ხელი და კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, ანუ ამიგდალინზე, რომელიც დასაწყისში ვახსენე და შემდეგ მეტაბოლური პროცესების შედეგად ამიგდალინისგან წარმოიქმნება ციანიდი. აქვე გეტყვით, რა ნიშნები აქვს ციანიდით მოწამვლას. პირველ რიგში თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, გულყრები და რა თქმა უნდა გონების დაკარგვა.